იწყება გამოთილი. გამარჯობა. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა არის რიცხვი 3. რიცხვი 3. რიცხვი 3. ჩვენ უკვე ვისწავლეთ რიცხვი 1, რიცხვი 2, ახლა კი უნდა ვისწავლოთ რიცხვი 3. მოდით ავითვალოთ 1, 2, 3. 1, 2 და 3. ახლა უკუთვლით პირიქით. 3, 2, 1. იმედია სწორად დაითვალე. მაგარია. ახლა სურათებს დავაკვირდეთ, ჩემო ძვირფასებო, სურათებს დავაკვირდეთ. ხედავთ ბუდეში კვერცხებს. ეს ნაჭუჭებია, რას ნიშნავს, რომ კვერცხები გამოიჩეკა. წიწილები გამოიჩეკა უფრო სწორად. აი ამ სურათს თუ შევხედავთ, ნამდვილად ვერ მივხვდებით, რამდენი წიწილა გამოიჩეკა. მაგრამ როგორ გავიგებთ ამას? ყურადღებით დავაკვირდეთ სურათს და ადვილად მივხვდებით. საიდან? იმიტომ რომ წიწილებს ვხედავთ, ახლად გამოჩეკილ წიწილებს. დავითვალოთ აბა რამდენი წიწილაა? 1, 2, 3. მაშ გამოჩეკილა 3 წიწილა. და კრუხი როგორი გახარებულია. ნახეთ, ესალმება თავის წიწილებს. 3 წიწილა. კარგით. ეხლა დავაკვირდეთ აი ამ მარჯვენა კიდეში ნახატებს და ჩანაწერებს. ეს რა არის? საათი. ხოლო ციფრები იმდენი აწერია, რაც უკვე ნასწავლი გვაქვს. წავიკითხოთ მაინც კიდევ ერთხელ 1, 2 და 3. როდესაც პატარა ის არის 3-იანთან არის და გრძელი ის არის აი ასე ვერტიკალურად არის ზევით, ვერტიკალური სიტყვა ჩვენ ჭადრაკში უკვე ვისწავლეთ, გავიგეთ. ჰორიზონტალური ხაზები, ვერტიკალური ხაზები, აბა გაიხსენეთ? ნახეთ, ვერტიკალურად რომ დგას ზევით ის არის 12-თან, იქნებ ზოგიერთმა იცის 12, ხო? 12-თან, ესე იგი სრული საათია. პატარა ის არის რომ 2-თან იყოს, მაშინ 2 საათი იქნებოდა. ახლა ამ სურათზე არის 3 საათი. როგორ გაჩნდა 3? იყო 1, შემდეგ 2, გაჩნდა კიდევ 1 წერტილი, აი აქ, და გახდა 3. 2-ს მიემატა 1 და მივიღეთ 3. ორს მივუმატოთ 1 ტოლია 3-ის. თუ უკან წამოვალთ, უკანა გზაზე გვექნება გამოკლება. 3-ს გამოვაკლოთ 1, იქნება 2. აი აქ ზუსტად ეს წერია. 3-ს გამოვაკლოთ 1 ტოლია 2-ის. დარჩა 2. ეს არის მოქმედება მიმატება
ეს არის მოქმედება, გამოკლება. მას ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა, რადგან არის რიცხვი 3, აბა სად ვხედავთ სამიანებს? აი აქ, კიდევ აქ, დიახ, აბა დაუკვირდი. აი აქ, სად ვხედავთ კიდევ? აი აქ, აქ და აქ. ჩვენ ახლა აღმოვაჩინეთ, რამდენი ჩანაწერია ციფრი 3. 3 საგანს რას ვხედავთ ამ სურათზე? წიწილებს. ახლა ამ სურათს დავაკვირდეთ. რამდენი წერტილია? დიახ, 3. რა ციფრია? ბარათზე 3. რამდენი სამკუთხედია? 3. ამიტომაც წერია ციფრი 3. აი აქ რა ეწერება თქვენი აზრით? დიახ, 3, იმიტომ რომ 3 ვაშლია. რამდენი თაროა? მოდი თარო დავარქვათ. აი ამ ნახატებს. 1 თარო, 2 თარო, 3 თარო. პირველ თაროზე 3 წერტილია ბარათზე დახატული. მეორე თაროზე 3 სამკუთხედია, მესამე თაროზე 3 ვაშლია. 3 შეკითხვა. რამდენი სამკუთხედია ერთობლიობაში? გაიხსენეთ ერთობლიობა. რამდენი წითელი ფიგურაა ერთობლიობაში? თუ შენ პირველ შეკითხვას რამდენი სამკუთხედია ერთობლიობაში უპასუხე 3, მართალია. პასუხი სწორია. მეორე შეკითხვას თუ უპასუხე რამდენი წითელი ფიგურაა ერთობლიობაში? 3 ფიგურა წითელი ფერის, შენი პასუხი სწორია. პირველი შეკითხვა მოვძებნეთ ფიგურის მიხედვით, მეორე შეკითხვის პასუხი მოვძებნეთ ფერის მიხედვით. წითელი ფერის სრულიად სხვადასხვა ფიგურებია. მოდი მაინც გავიხსენოთ, დავასახელოთ ისინი. დიახ, კვადრატი. დიახ, წრე. მართალია, სამკუთხედი. ახლა შემდეგ დავალებაზე ძალიან მინდა რომ ყურადღებით იფიქროთ და გასცეთ პასუხი შემდეგ დავალებას. გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. ესეც შემდეგი დავალება. სურათზე ვხედავთ ნაძვებს. ნაძვი იცით ალბათ მარადმწვანე ხეა, მარადმწვანე ხე, რომელსაც წიწვები ზამთარ ზაფხულს სულ მწვანე აქვს. ისე იცვლის წიწვებს, რომ ჩვენ მუდმივად ვხედავთ მის მწვანე ფერს, ვერ ვამჩნევთ. ხო? როგორ ცვივა გაყვითლებული ძველი წიწვები და როგორ მუდმივად მწვანე წიწვები სულ აქვს. კარგით, ეხლა წავიკითხოთ ტექსტი. შეადგინეთ მოთხრობა ნახატის მიხედვით. აღადგინეთ ჩანაწერი. რადგან ჯერ კითხვა არ ვიცით, მე შემიძლია დაგეხმაროთ. აი აქ წერია იყო,
კიდევ დარგეს გახდა. იყო კიდევ დარგეს გახდა. მოდი ახლა შევადგინოთ მოთხრობა, პატარა მოთხრობა. იყო ორი ნაძვი. შენ თუ ასე თქვი, აბსოლუტურად მართალი ხარ. კიდევ დარგეს ერთი. და გახდა სამი. გახდა სამი. მართალია. იყო ორი. დარგეს კიდევ ერთი. და გახდა სამი. იყო ორი. ცოტა ცუდად მომივიდა, მაგრამ არ აუშავს. კიდევ დარგეს ერთი. ერთი და გახდა სამი. მივიღეთ მაგალითი. აბა, ჩემთან ერთად გავიმეოროთ. ორს მივუმატოთ. ერთი ტოლია სამის. აუცილებლად ვიდეოს ყურების შემდეგ შეგიძლია კიდევ ჩართო და ეს დავალება თავიდან შენ თავად დამოუკიდებლად გააკეთო და მოყვე პატარა მოთხრობა ნაძვებზე და მაგალითიც გაიმეორო. ახლა თუ დაგაინტერესა ამან, შემდეგ დავალებასაც შემოგთავაზებ. უფროსის დახმარებით გააკეთე ეს დავალება. იყო კიდევ იყიდეს და გახდა. იყო კიდევ იყიდეს და გახდა. აი, ამაზე მოიფიქრე პატარა მოთხრობა. ეს ერთი დავალება და ესეც მეორე დავალება. იყო ნახე, იყო გაყიდეს და დარჩა. იყო გაყიდეს დარჩა. ახლა მესამე დავალება. დავალება 3. დავალება კვლავ ასეთია. შეადგინე მოთხრობა ნახატის მიხედვით და აღადგინე ჩანაწერი. იყო წაიღო დარჩა. მას ჩემო პატარა მეგობარო, შენ შესადგენი და მოსაფიქრებელი გაქვს 3 მოთხრობა, 3 ამოცანის პირობა. 3 მოთხრობა. ეს იყო მესამე, ეს მეორე მანქანებზე, მესამე მანქანებზე, ეს კი ჩვენ გავაკეთეთ ნაძვებზე. როგორ იყო, აბა გავიმეოროთ კიდევ ერთხელ. იყო ორი ნაძვი, კიდევ დარგეს ერთი და გახდა 3.
აი ასეთი მოთხრობები, პატარა მოთხრობები უნდა მოიგონო ამ დავალებაზე და აი ამ დავალებაზე. ახლა კი დაგემშვიდობები. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ გაკვეთილამდე.